პოლიტიკური გზავნილების საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებულ 2017 წლის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ინიციატივებიც მოხდა. დოკუმენტში საუბარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს ოკუპირებულ აფხაზეთს და ოკუპირებული ოსეთის დამოუკიდებლობას. ცალკე თავი ეძღვნება ვარშავის სამიტს, სადაც საუბარია, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოსათვის მაპის მინიჭებას. აქ რამოდენიმე ძირითადი ჩარჩო პარამეტრია განსაზღვრული, რის საფუძველზე ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა ამ 1 წლის განმავლობაში განვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს მოიცავს პირველი საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას. მეორე ის, რომ საქართველოს შეძლოს უფრო აქტიურად და უფრო მეტად თავსებადი იყოს როგორც ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან, ასევე ნატოს შეიარაღებულ კონტინგენტთან. თავდაცვის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ზუსტად უნდა განსაზღვროს თუ რა შეიძლება შესთავაზოს ამერიკის შეერთებულ შტატებს იმისათვის, რომ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა გაიზარდოს. შეიძლება იყოს რაიმე დიდი პროგრამა პირადი შემადგენლობის მომზადების ამერიკელ სამხედროებთან ერთად, რა თქმა უნდა, შეიძლება რა თქმა უნდა ეს იყოს რაღაც უფრო აღჭურვილობაზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ვთქვათ, იქნება საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა საქართველოსი. კონკრეტული გეგმების და ინიციატივების შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თუმცა ირაკლი სესიაშვილი ჯერ კონკრეტულ ინიციატივებს არ ასახელებს. საკანონმდებლო ორგანოში თვლიან, რომ ეს გზავნილები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საერთო ინტერესების არსებობას ადასტურებს. ორმხრივი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან გვაქვს ასევე მრავალმხრივი ფორმატები, როგორც არის ნატო, როგორც არის რეგიონის უსაფრთხოება და ასე შემდეგ, სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა უწყებების დონეებზე, რაც თავის მხრივ ერთმანეთს მატებს საერთო ინტერესების უზრუნველსაყოფად. ამიტომ კონკრეტულად ვისაუბროთ, რომ ეს თანხა კონკრეტული სადაიხარჯება, ნაადრევი არის. ბიუჯეტის ყურადღებით წამკითხველი ადამიანი აღმოაჩენს და ამას დიდი აღმოჩენა არ ჭირდება, რომ საქართველოს მოხსენებულია როგორც ერთ-ერთი თავად სტრატეგიული პარტნიორი. ამერიკის შეერთებული შტატები არის მთავარი მოკავშირე ჩვენი ნატოში გაწევრიანების გზაზე და მთავარი ლობისტი, მთავარი დამხმარე და პარტნიორი. ბუნებრივია ეს პარტნიორობა უნდა გაღრმავდეს. კონგრესის დოკუმენტში საქართველოს მხარდაჭერის ფაქტს აფასებს საქართველოში ამერიკის ელჩიც. იანკელის განცხადებით, საქართველოს ამერიკაში ორივე პარტიის მხარდაჭერა აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას. მოგეხსენებათ, რომ ამ თემაზე ჯონ კერის ვიზიტისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩვენ შევხვდებით თავდაცვის მინისტრს და შემდგომ გვეცოდინება კონკრეტული მიმართულებები, რასაც ეს თანხა მოხმარდება. დოკუმენტის თანახმად, ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მიზნებზე 602 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთ-ამერიკას შორის სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს.